ვისი იდეა იყო რომ აქ მოხვედრილიყო? აი ადგილას მოყოჩა. ჩვენი სტუმარია წერალი დათო ტურაშვილი. ადვილი შესანახი რასაც მომაწოდებენ იმას ჭამ. რა ლამაზი ხაჭაპური. დაიასარი მე რო ხალხი მგონია რომ მცხეთაში სალოცავად დადის თურმე ამ ხაჭაპურზე დადის? დაიასარი ყოჩა. ფხალეული ჭადი და ფხალი არის კოსმოსი. ანგემრიელი წიწილა. ოხ, გადასარი. სტაცდით ამ წიწილებს. გებჟალის სალათი. თქვენი გამოგონება? კი. ყველაფერი შევჭამ. ოხ, გადასარი. ყოჩახ ბატონო ალექსია. მოგესალმებით მცხეთის წისქვილიდან. გამომყევით. ქართველ და უცხოელ სტუმარს ქალაქიდან სულ რაღაც წუთში შეუძლია მოხვდეს ქვეყნის ერთ-ერთ ისტორიულ ადგილას და ამ მშვენიერ ხედზე შეუძლიათ აღმოაჩინონ ქართული სუფრის მთავარი ღირებულებები. მე ვარ ალექს ნათაძე, წისქვილი ჯგუფის ბრენდ-შეფი. დღეს ვიმყოფებით მცხეთის წისქვილში. ჩვენი სტუმარია წერალი დათო ტურაშვილი. ადვილი შესანახი, უპრეტენზიო, თავდაბალი, რასაც მომაწოდებენ იმას ჭამ და ისე სულ სწავლობს, უმეცადნიო ხარ. ჭამას ვერ ვსწავლობ, იმიტომ რომ არა ვარ ისა გურმანი რა. ჩემი აზრით, მას ეყარება ნამდვილი ქართული ტრადიციული სამზარეულო, ზედმეტი ჩარევების გარეშე. თუ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა და ყველაფერი ძვირფასი რაც გაგვაჩნია, სხვებს გავაცნოთ, შეგვიძლია შევთავაზოთ. დავიწყოთ ფხალით, ჭადი და ფხალი არის კოსმოსი. მე ის ადამიანი ვეღარ ჭერდება. ნუ ასეთი რამე გასინჯული არ აქვს. დღეს გავარკვევთ რა გემოები უყვარს. გამარჯობა და რომელია მისთვის ქართული სუფრის მთავარი პერსონაჟი. მართლა რა საჩუქარი გვაქვს ყველა მხრივ. ზემოდან თუ ქვემოდან რომ ქართული სამზარეულოთი ვერ გაძღება მთელი მსოფლიო თითო ადამიანს რომ ბევრი ცხოვრება კონდეს. ვეცდები რომ ბოლომდე ის იამოვნოს და მიირთვას თავის გემოზე. რა კარგად მოვეწყო. მოდი გავარკვიოთ რა გემოები გიყვართ. კერძებთან დამოკიდებულება მაქვს ძალიან ზედაპირული სიმართლე ვთქვი რომ ბავშვობიდან ვარ უჭმელი როგორც ბებია ჩემი ამბობდა. და ჩემი სულ მეჭხუბებოდა რომ აი როგორ ვერ სწავლობ ჭამას. ნუ იმის მერე გავიზარდე, მაგრამ მაინც ვერ ვისწავლე ჭამა. რასაც მომიტანე იმას ჭამ და რასაც გადმომიღებენ იმას მივიწმევ და უპრეტენზიო ადამიანი ვარ და. მაგრამ მე მივხვდი რომ კერძი უბრალოდ საჭმელს არ ნიშნავს საქართველოში და როგორც რიტუალს, როგორც ტრადიციას საქართველოს თავგადასავლებს. ისე აღვიქვამ და ასეთი მრავალფეროვნება ჩვენ რო გვაქვს ამ პატარა მიწაზე, ამ პატარა ტერიტორიაზე უბრალოდ არ არსებობს. არსა დედამიწა რო შემოიაროთ, ვერცად ვერ ნახავ ჩვენი ქვეყანა იყო დიდი გზაჯვარედინეს. რაც კი იმპერია და ხალხი ჩაივიდა, ჩამოივლიდა, ზოგი იქიდან მიდიოდა, ზოგი აქეთ მოდიოდა. ყველა ტოვებდა კვალს. ინდოელებმა მოიტანეს საცივის გავლენა. მაგრამ ჩვენ ისეთი ნიჭერები ვიყავით, სულ რომ რაც ინდოელებმა მოიტანეს, იმისგან შევქმნით მწვერვალი, მწვერვალთა მწვერვალი. საცივი ხო, საცივი ზემოთ მარტო ცა არის, მეტი არაფერი. ვიღებით ყველაფერს და ვითავისებით ისე რომ ვახცევდით შედევრებად. ასეთი ხალხი ვიყავთ. ასე შევქმნით საცივი. აი ქართულ სამზარეულოზე ძალიან ამომწურავად ისაუბრე და მკერდებზე მივხვდი უკვე საით შეიძლება წავიდეს ჩვენი მენიუ დღეს, მაგრამ აი არის რამე რასაც ვერ ჭამთ, აი ვერ შეჭამთ. ან რამე ბოსტნეული, ან რამე ხორცეული, აი რო აი არა, ვერა. არაფერი შემიძლია სხვა შევჭამ, მაგრამ ეხლა მაინც და მაინც ბაყაყი რატო ჭამბო? არის შოება, კაი ხაჭაპური, თორე შევჭამ, კაი ხაჭაპურს, ფხალს შევჭამ, ისა კოსმოსია, რა ვიცი. რამდენი კაი რამე გქონდა, რაღა ბაყაყი მჭამო. იხაროს ბაყაყმა გამრავდეს და იყიყინოს რამდენიც უნდა. მეტი კითხვები მე თქვენთან არ მაქვს, თავისუფლებას მივცემ ჩემ თავს და ბევრ ფიქრს არ დავიწყებ და რაც მე მიყვარს, იმას გაიკეთებ თქვენს და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღით ისე ამოვნეთ და თქვენ გემოზე მიირთმევთ. რაც გიათ ის გააკეთებ. მე შეუდგები საქმეს და იქამდე თქვენ მე არ გამოგადგებით არაფერში, ხო, არაფრის გაკეთება არ ვიცი. აგე წიგნი მაქვს წავიკითხავ. ლამაზი ხაჭაპური რა ვქნა მითხარით შეიძლება რომ ჭამოთ ოჩახ ბატონო ალექს გვაქვს ტაფის იმერული ხაჭაპური რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენ გასტრონომიაში იმერულად შემწვარი წიწილა სოფლის ფხალეული გებჟალის სალათი და ეს არის ღომზე დადებული ხახვის ფხალი რომელიც თქვენი გამოგონება? კი, თქვენთვის გავაკეთე ეს. ჩვენი სტუმრები რომ ნახავენ ამ ვიდეოს და მოგზანდებიან, ამას შეუკვეთავენ და თქვენ უნდა დაარქვათ მერე სახელი. მართლა? კი. ღომი ხახვით? კი.
მიირთვით თქვენ გემოზე. დიდი მადლობა. რითი უნდა დავიწყო, ეგ მითხარ. რითიც გნებავთ? ნუ ხალი ამაში ვერავინ ვერ შეგეცილება დედამიწაზე. არავის არ აქვს. ვერავინ ვერ მიხვდა რომ ბალახისგან შეიძლება ასეთი კულინარული სასწაული შექმნა. ოხ, გადასარევ. კოჩაკ ბატონო ალექსია. საერთოდ ბალახის ჭამა კაია რა. ძალიან გემრიელია რა. გეორგიანელებად იმიტომ გთვლიდნენ სხვები რომ მიწის ხალხი ვართ და მიწიდან რაც ამოდიოდა მაქსიმალურად ვიყენებთ გონია, ამიტომ მივახციეთ შედევრებს ამ ხალეულში, რომ არავის არ აქვს ჩვენს გარდა. მექსიკელმა რომ გასინჯოს ეს ჭადი, ნაღდათ დაანებებს აცტეკურ ჭადს თავს და შემოსევა გექნებათ აქ მცხეთაში მექსიკელებს. გადასარევ. სად ხარობს ეს ჭარხალი? აგემრიგელი. სად მოვყავთ ეზო გაქვთ? ოჰ, კაილა. ოჩა, სად არის ბატონო? ეს 120-მა. გადავდივარ ხაჭაპურზე. ეხლა რა შეეხება? ხაჭაპური იყო დიდი დღესასწაული, ასე მახსოვს ბავშვობიდან და როგორც დამპირდა ბატონი ალექსი, უნდა რომ ბებია გამიცოცხლოს ამ ხაჭაპურით და დიდი მადლობა რომ გამიცოცხლეთ ბებია. ოხ, გადასარევი, ოჩა. მე რო ხალხი მგონია რომ მცხეთაში სალოცავად დადის, თურმე ამ ხაჭაპურზე დადის? მე ერთო შე. ხვალ დავბრუნდები. ან მდინარით, ან ხმელეთით და გაფიცხებულ ვერსიას რომ ბოლომდე გამიცოცხლოთ ისა, ბებია დილით ჩაისაც მივა. ერთ საგრძელს მიდავთქვა რა ხან სუფრასთან აღმოჩნდი რომ გაუმარჯოს ამ უძველეს ცივილიზაციას სამყაროს მშვენება ვარ ჩვენ. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას. ყველაფერს მნიშვნელობას რაც ასეთი ღირებულია ჩვენთვის. სამზარეულოდ დაწყებული ლიტერატურით და ფეხბურთით დამთავრებული. ამ პირიქით, ჩვენი სუფრის იდეა, ჩვენი ღვინის ცივილიზაციის იდეა ეს არის რომ ჩვენ ვიყოთ თანასწორები. მთელი კაცობრიობაც ამას წვალობს რომ გახდეს თანასწორი და იყოს თავისუფალი და ამას ჩვენი სუფრა აკეთებდა ისე კარგად, მინიმუმ 8000 წლის წინ. აი წარმოვიდგინეთ რა ფენომენის პატრონი ქვეყანა ვართ. ირლანდიელების და შოტლანდიელების შესაშურად ქართული ვისკიც კი არსებობს, მაინც რო იცოდეთ აგერ არის და ძალიან ქართულად ძლებს ჯიმშერი ერთი შეხედვით. წიწილა უნდა ვჭამო აუცილებლად? თუ მიხვდებით წიწილაზე რა მახსენდება? რა თქმა უნდა მატარებელი. რომ ბავშვობაში რომ მივყავდით ხოლმე მატარებლით სადმე გვატანდნენ ხოლმე ხოლგას ეძახდნენ თუ რაღაცას, იმაში გახვეული წიწილა. სხვანაირი გემო იყო, გემო ქონდა ხოლმე რაღაც უცნაური, წიწილაზე ეგ მახსენდება? კაი ადგილას მოვხდი, ყოჩა. ვისი იდეა იყო რომ აქ მოხვედრილიყო? ყოჩა რა გემრი. არგით რა, აცალეთ რა. ოხ, გადასარევ. საცდით ამ წიწილებს, სადაც გაზარდეთ. ძალიან გემრიელია რა. ყველაფერი შევჭამეთ, გებჟალე უნდა გავსინჯო? ხო, ბევრი რამეა შიგნით. ეს ექსპერიმენტალური გებჟალია. თავის დროზე ყველა თამამი ნაბიჯი იყო ძალიან ბევრისთვის მიუღებელი და მე ხდებოდა ესა კლასიკა. როგორც ცეკვაში მოხდა, ქორეოგრაფიაში, ასევე არის კულინარიაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ, რამდენიც არ უნდა წევლონ და გაგლანძღონ. თავარი რომ თქვენ არ დაკარგოთ მთავარი, რომ ეს იყოს განუმეორებელი, ერთადერთი და განსხვავებული ქართული კულინარიული კულტურა. ღომი დამრჩა მარტო? ღომის და ხახვის ერთობლიობა რა საინტერესო. მე მგონი პირველი ხახვია ჩემს ცხოვრებაში. გადასარევ. ღომს თუ ხახვი მოუხდებოდა რას წარმოვიდგენდი რა. საბავშვო ღომი დავარქვათ რა. მე შეიძლება მომატყუოთ, იმიტომ რომ არა ვარ გურმანი და შეიძლება მევცდები. კი გაკეთებთ, მაგრამ ხო უშვებთ რომ შეიძლება მევცდები, მაგრამ ბავშვებს ვერაფრით ვერ მოვატყუებთ. ამიტომ დავარქვათ საბავშვო ღომი და ბავშვებმა გასინჯო და ბავშვებმა გადაწყვიტო. საერთოდ ძალიან მიხარია რომ აქ აღმოჩნდი ამ გადასარევ გარემოში. ეს არის როგორც ერთხელ თქვი გავიმეორებ მარტივი ენა, როგორ დავაინტერესოთ და როგორ ჩავითრიოთ მთელი მსოფლიო საქართველოსადმი კეთილ განწყობაში. მივაწოდოთ ფხალი, მე მივაყოდოთ დანარჩენი და მე ქართული წიგნებიც და ქართული კულტურაც.
ასე რომ დიდი მადლობა, ყველაფერი არის გადასარევი, გემრიელი და ყველაზე მეტად ეს მახარებს რომ აღმოვაჩენ ხოლმე პროფესიონალ ქართველებს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, მადლობა მოგზაურობისთვის. ვისაც ვინ შემეკითხება, ყველას ვეთქვი, გინდა მტკვრით ამოუვიდეს, აღმა ამოუყვეს, გინდა პირიქით გამოყვეს ბასიანის მთებიდან და აგერ შემოვიდეს და ისი ამონოს. რაც გავსინჯე, ყველაფერი ძალიან კარგია და მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ასე უყურებთ თქვენს პროფესიას. ყველგან გჭირდება პროფესიონალები. მორჩა, ძალიან ბევრი ხო არ ვილაპარაკე. გამოჭრით. აბა მოიტანეთ სკამერი მაშინ. სკამერი მოიტანეთ და მიირთვით თებშებიც მოიტანეთ და დავსტეთ ერთად მოვირთვათ? ხო, აბა რა ვქნათ, აბა ამას მიშეჭავს. დღეს ცხეთის წისქვილში გამორჩეული სტუმარი ყავდა, მეც ძალიან ვისიამოვნე და თოტურაშვილისგან მოვისმინე ბევრი საინტერესო ისტორია. იმედი მაქვს სტუმარსაც მოეწონა ჩვენი კერძები და მიირთვა თავის გემოზე. შევხვდებით მომავალ სტუმართან ერთად. ხო კაი იყო? ძალიან. всё, ტოპი ვარ. ახლა ვნახოთ ელარჯი. აბა რა სიზავს. შეხედეთ. ჩემო ბატონო. ოხ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჭადისქვილიც და ხერხილიც იყოს ახალი დაფქვილი. აქ რაკი წისქვილია და ყოველდილით ვქვავენ და ეს წისქვილის ხმა ეთნოჯაზივით უყურში გესმის, გემოს განსაზღვრავს. არაჩვეულებრივი, ნამდვილად. ეხლა ვნახოთ ხარჩოსთან ერთად ეს ელარჯი. ჯერჯერობით პირველ ადგილზე გავიდა ხარჩო და ელარჯი. მართლა საოცარი.